Diego Costa. გამარჯობა პაპუნა, გამარჯობა. როგორ ახარ? ერთი ეგ მითხარი შენ. არა, მისავს, რას ვიზამ რა, ნელ-ნელა. შენ როგორ? ქუთაისში რა ხდება? ქუთაისში ყველაფერი კარგად არის, შენ. მოდი დღეს ვილაპარაკოთ სერხიო კუნ აგუეროზე რა. შენ რასგან მივიწყებული, მაგრამ ფანებისგან დამოხსორებული ფეხბურთელზე არა? აგუერო არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რა აგუერო, იმიტომ რომ ბავშვობიდან კარგი Manchester City ხო ძალიან შემაყვარა ამ ტიპმა რა. არგენტინაც მესისთან ერთად ძალიან შემაყვარა და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფორვარდი და ფეხბურთელი იყო ყოველთვის. ეხაც მგონია რომ ფორვარდებში ტოპ-ად სოფლიო დონის ფორვარდებში ტოპ-ში უეჭველი შედის. ეგრე გონია? შენ არ გონია? ანუ ტოპში შედის რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჩემი პირადი დამოკიდებულება ტოპ-ად სტრაიკერში აგუეროს შევიყვანდი კი აუცილებლად შევიყვანდი. მაგრამ ნუ მე პირადი დამოკიდებულება ისეთი მაქვს რომ ჩემი პირადი დამოკიდებულება მოკლედ ისეთი არის რომ სხვა ფორვარდები მირჩენია, მაგრამ სტილი, სათამაშო სტილი ყოველთვის მეც მომწონდა რა აგუეროსი. კაი, მოდი უცებ ხა აგუეროს ბიოგრაფიას დავიწყოთ რა. ანუ პატარა იყო ინდეპენდიენტში. აი სიტყვა ინდეპენდიენტე. დამოუკიდებლობა რა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა. აი ამ გუნდში იყო და სხვადასხვა მარადონას ყოფილი გუნდი იყო რა. მარადონას ამ გუნდში იწყებდა. და ანუ როგორც ვიცი, არგენტინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი არა. 15 წლის იყო, რომ გამოვიდა და ითამაშა. ცოდნია. ხო, აი თავი ძალიან კარგად დაამახსოვრა ყველას და მაგიტომ აი პირდაპირ გრანჩი გადავიდა ატლეტიკო მადრიდში რა. ეს არის აი ძალიან კაი მუვია რა. რაღაც ჩაოლებრივი სამხრეთ ამერიკული გუნდიდან ეგრევე მადრიდში რომ მიდიხარ. თან ლა ლიგაში კი ბატონო, თან 20 მილიონი ევროდ რა. იმ დროს იყო. კაი, გადავიდეთ შემდეგზე თუ შეიძლება. მალევე, ნუ ატლეტიკოში ვინც დახვდა მწვრთნელი, აღარ მახსოვს სახელის მართლა გითხრა. დაიკი არა გქონდა. ვინც დახვდა ხავიერ აგიროს და როგორც ვიცი, აგუეროს ფიზიკური მდგომარეობა რა იმ დროს რა. ხო, ტიპიური ის იყო, რა ქვია, სამხრეთ ამერიკელი, რამოდენიმე კილოგრამით მეტი ჩამოვიდა ვიდრე მოსალოდნელი. გადაყოლილი იგროკი იყო რა. უყვარდა ჭამა და სმა და გართობა კლუბში როგორც ყველა სამხრეთ ამერიკელს უყვარდა რა და მაგრამ ანუ იქაც კარგად გამოიჩინა თავი ატლეტიკოში. არა, ატლეტიკოს ლეგენდა არის ამ. არა, არის ატლეტიკოს ლეგენდა. ასე გქონია? იმიტომ რომ რავი, თანამედროვე ატლეტიკო რო ვთქვათ, ტორესი შეიძლება მოიაზრონ თვითონ ატლეტიკოს ფანებმა. ტორესი, გრიზმანი, ფორლანი უფრო არის ვიდრე აგუერო ლეგენდები რა. შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ იმ სეზონში, ფორლანი რო გადმოვიდა მაგ სეზონში, ისე ითამაშეს მაგ სეზონში თან ჩემპიონთა ლიგა დაუბრუნეს. ჩემპიონთა ლიგა დააბრუნეს და ევროპა ლიგა მოიგეს რა. ხო. და იმ ევროპა ლიგაში აგუერო ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი იყო. აი ბევრი გოლები შეყარა და დიეგო ფორლანთან ძალიან კაი ქიმია ჰქონდა. გადამწყვეტი ასისტი გააკეთა და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ბევრ მატჩში რა. კარგი შპარგალკაა სპორტში. ეს ChatGPT-ს დამსახურება. ხო და ანუ მე გადავიდა სიტიში, მაგრამ სანამ სიტიში გადავიდოდა აგუერო ბევრი შემოთავაზება ჰქონდა რა. სხვადასხვა მადრიდის რეალს უნდა და ჟოზე მოურინიოს რეალს უნდა და აგუერო რა. ახლა? კი, უნდა და თან აი ხა წარმოგიდგენე აგუერო და რეალი სხვა პოლუსებზე დგას, იმიტომ რომ ბარსელონაში თამაშობდა აგუეროს მესის ძმა კაცი რაღაც ნათლია. არა, კარგი იქნა, რო არ გადავიდა მან ჩემი აზრით. ეგრე მგონია და ოღონდ აი გადასვლა უნდა და აგუეროს ატლეტიკოდან და სხვადასხვა აი ეს ცოტა მაგიტო ვთქვი რომ არ არის ატლეტიკოს ლეგენდა, იმიტომ რომ აი გააფუჭა ის წარმოდგენა ფანების თვალში რა აგუერო. ნუ თუნდაც რომ აი ჭორის დონეზეც რო იყო რომ რეალში გადასვლა უნდა და ხო, აი თვითონ აგუეროს უნდა და გადასვლა ეგრე გამოვიდა საბოლოო ჯამში რა. აჰა, გასაგებია მესმის. მაგრამ აი ძალიან კაი არჩევანი გააკეთა აგუერომ, აი ჩემი აზრით მე ძალიან მომეწონა რომ აგუერო სიტიში გადავიდა, იმიტომ რომ სიტი, Manchester City აი ტოპ გუნდად აქცია სერხიო აგუერო. აი ის ცნობილი საუკეთესო ჰაილაითი, რაც პრემიერ ლიგას ქვის პარკ რეინჯერსთან ბოლო წუთზე, ბოლო წამზე გატანილი გოლი, ბალოტელი და აი აგუერო რო ყვირის კომენტატორი არის აი ჩემი საყვარელი მომენტი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომენტი ფეხბურთის ისტორიაში.
თუმცა რა არის იცი რა მინდა რომ გითხრა იცი აი მანამდე თვითონ კიდევ ატლეტიკოს პერიოდში როდესაც ფორლანი გადავიდა რა მახსოვს და ხმამაღალი ნათქვამი არის მაგრამ გამიგია რომ მაგ დუოზე რავი აი მთელი ევროპა შიში იყო რა და შიშის ქვეშ იყო როდესაც გამოდიოდნენ სათამაშოდ იმიტომ რომ ფორლანი იყო ტვინი შორიდან დარტყმა რაღაცა მის ოსტატი კუნი იყო აჩქარება და ძალიან ავსებდნენ ერთმანეთს რა სათამაშო სტილით თუმცა სიტიში გადასვლას შემდეგ მაგ პრემიერ ლიგურ მომენტების შემდეგ მოყვა გვარდიოლას მოსვლა სიტიში და ეს უკვე ახალი ერა იყო ნამდვილად ახალი ერა იყო ხო ანუ როცა მოვიდა პეპი გუნდში რა თითქოს არ ჯდებოდა აგუერო გვარდიოლას ტაქტიკაში გვარდიოლას ფოსტში არ ჯდებოდა და პირველი სეზონის რამოდენიმე მატჩი ბევრი მატჩი რა იყო გაბიჟუსი იყო ძირითადად და არა აგუერო გაბიჟუსიც ძალიან კარგი იგროკი არის ჩემი გაბიჟუსი მე დიდად არ მომწონს იმიტომ რომ სიტიშიც ვერ იყო აი ნირიბანი მიასა რა შენ ახლა რუსულ არის რა მაინც რას ნიშნავს არც ჩამფური დაწვა არც მწვადი რა ანუ აი შუაში იყო სადღაც აი ქართულად ეგრე ჟღერს ეგეთი არსენალში დღემდე რა გაბიჟუსი აი ვერ ჩამოყალიბდა რაღაც ძირითად ფორვარდი. არა, ხო, ანუ კუნთან მისი შედარება ახლოსაც არა. ახლოსაც ვერ მივარ. თუმცა აქვს გაბისაც თავისი მომენტები, თავისი დასამახსოვრებელი მომენტები, ასე ვიტყოდი რა. კი. მაგრამ წირია აგუეროსთან შედარებით, რა თქმა უნდა. სხვა შორის პეპი როდესაც გადმოვიდა, ხო, აი ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, რომ არ იყო თითქოს აგუერო პეპის სტილის რა. მართალია small striker huge damage, მაგრამ მაინც თუმცა პეპმა აქცია ის იმ ფეხბურთელად რაც საბოლოო ჯამში ყველას დაგვამახსოვრდა რა, როგორც დაგვამახსოვრდა შემდეგ. ხო, გახსოვს ბარსელონასთან მატჩი, მესიმ რო პენალი გააფუჭა ბოლო მომენტებში. ნუ მართალია მესიმსაც დაიჭირა სიტი, მაგრამ მაინც მახსოვს მან უკვე სიტი ისეთ ფორმაში იყო, აგუეროც ისეთ ფორმაში იყო, მახსოვს დაჟე გადაღებილი ქონდა თმები ხო მესის ხო მესისაც და აგუეროსაც სიმართლე რო გითხრა ანუ 10 წელიწადში 260 გოლი გაიტანა და 5 პრემიერ ლიგის ტიტული მოაგროვა აგუერომ რა ანუ ზიგიჟეა და სიტის ანუ თავარი მობარდირია ყველაზე წინ არის ნომერი 1-ია რა იმაში ჩვენთვის ხოთაშორის ქართველებისთვის სიტის გულშემატკივრები ცოტა ანუ ახლოს არიან გიორგი ქინქლაძიდან გამომდინარე რა მე ბევრ გამოკითხვაში მინახავს რომ აი ყოველთვის ცოტა OG ფანები ამბობენ ქინქლაძეს მაგრამ ოდნავ ახალგაზრდა ფანები უკვე აგუეროს ასახელებენ რა საუკეთესო ხო ანუ და უკვე კევინ დე ბრუინს ანუ ბევრი ეგეთი ასე ბევრი იყო ანუ აგუერომ ჩემი აზრით აგუერომ აი სილვამ ამ ორმა ფეხბურთელმა აი სიტი ახალ დონეზე აწია რა ერა შექმნეს როგორც ჩვენი мама ფლექსი იყო და რა კაცი ხარ სიტის შემდეგ ანუ სიტის გამოეთხოვა ძალიან აი როგორ თქვა მეტი შეეძლო გონია სიტიში აგუეროს აი ჩემპიონთა ლიგა დამაკლდა აგუეროს ჩემპიონთა ლიგა სიტიში დამაკლდა რა ის სიმართლე რო გითხრა ეგ უფრო პეპის დამსახურება არის იმიტომ რომ პეპი როდესაც გუნდში მოდის პეპის ბრალი ალბათ ხო აი პეპის ბრალი არის დამსახურება არა უფრო ბრალი არის იმიტომ რომ აი თითქოს ის უკვე იმასთან მიდიოდა რომ რაღაც ახალი გუნდი უნდა მოეძებნა ან რაღაც ახალი უნდა მოეძებნა და თან პეპიც უკვე ისეთ ფორმაში შედიოდა ასე ვთქვათ სიტიში რომ უფრო მეტი ტიტული რა ამიტომ მოუწია ფიქრობ წასვლა რა არ ვიცი აი მე მინდოდა რომ აგუეროს აუცილებლად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და იყო რა ფინალის ჩელსისთან აი საშინელი ფინალი კაი ჰავერცის ერთადერთი გოლი აი როგორ ვერ ვიტანა კაი ჰავერც მაგის გამო არ დეილაპარაკო მაგაზე მეტი ასე გეტყვი არ ვიცი და აი გვარდიოლამ თქვა რომ პრემიერ ლიგის ბოლო მატჩის შემდეგ როცა აგუერო წავიდა ჩვენ მას ვერ ჩავანაცვლებთ თუ ესეთი სიტყვები დახარჯა მაგრამ ხო მე ჰოლანდი მოვიდა და მაგიტომ აი აგუერო შეიძლება მოიაზროს რომ აი ჰოლანდი მოვიდა მე მბაპე გაჩნდა მე რა სპორტსმენები მოვიდა და მაგიტომ არის რომ აი დაიკარგა ხო არ არის ეგეთი დასამახსოვრებელი მასიური მაყურებლები კი ნამდვილად ჩემი აზრით ჩვენი გადაცემისთვის უკვდავებისთვის იდეალური
კანდიდატი არის ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ახსოვს აი OG ფანებსაც არ ვიტყვი, იმიტომ რომ უკვე ჩვენ ვართ ეგ OG ფანები ასე გამოდის, ერთიანებიდან მოყოლებული. მაგრამ ნუ ხო რა, ყველას არ ახსოვს, ახალთაობას არ ახსოვს, არ იცის როგორი ფეხბურთელი იყო, არ იცის FIFA-ში თუ აირჩევდი აგუეროს გუნდს გაისწორებდი და არტყამდი გოლი იყო. კი, მოკლედ ბევრი რაღაცები არის. FIFA-ში ძალიან კაი იყო აგუერო. ამ ფეხბურთელს მართლაც უკვდავს ხდის რა, ფეხბურთის ფანებისთვის. ხო, City-ს მერე Barca-ში გადავიდა. ოღონდ Barca-ში გადავიდა იდეაში რომ ეთამაშა მესისთან, მაგრამ მესი უკვე აღარ დარჩა. აღარ დახტა კი. ხო, აღარ იყო და თან ანუ უკვე Barca-ში ვიცით რა გულის პრანჭოები ქონდა აგუეროს და პრანჭოები ქონდა კი ბატონო. ალავესთან მატჩი კი რაღაც გულმა დაარტყა და რა მოკვდა კაცი. შუა თამაშიდან გაიყვანეს ხო როგორც მახსოვს, ეგრე იყო. ეგრე იყო როგორც მახსოვს ხო და მაგიტომაც მიატოვა მე საერთოდ არგენტინაშიც დაასრულა კარიერა და ცოტა სტრიმერობაზე გადავიდა, აი 7 to 6 side რო არის, ხო იცი? გოლს რო გაიტანდა ერთი კაცი რო გადის რა, X6 რო თამაშობენ, პიკეს მოხდილი რა. მე მგონი აი ცოტა უფრო მაგ თემებში არის ჩართული, ახლა ბოლო პერიოდში როგორც ვიცი. ხო რა უნდა რა, ანუ ის თუ იცი კიდე ბოდიშ რო გაწყვეტინებ, აი FIFA-ს რო თამაშობს აგუერო რა და ესე რო გააკეთა ყველა როგორც აკეთებს მისი მოდელი რა თამაში, ზუსტად იგივენაირად აკეთებს თვითონაც რა. ეგ ეს ერთ-ერთი მინი არის აგუეროზე. და აგუეროს კიდე ერთი ტრაგედია არის ის რომ აი დაამთავრა კარიერა Manchester City-მაც, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და არგენტინას გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ანუ აგუერო უიღლობა არის კი. უიღლობა, დიდი უიღლობაა რა და ამიტომაც რაღაც პონჩი ტრაგიკული პერსონაჟიც არის, მაგრამ ნამდვილი სამხრეთ ამერიკელი აგუერო, ჟინი, ხასიათი. პერსონაჟიც ეგეთი არის რა, ვერ იტყვი რომ აი ან დაგრუზული არის, აი ნეიმარს ახლა რო შეხედო, შეიძლება ეგრევე გაგახსენდეს ის, რა selvfølgებოდა ყოფილიყო და ამ წუთას რა არის რა, მაგრამ აი აგუერო თითქოს მხიარულად არის, თვითონაც ყოფილი არის ყველაფერი რაც შეიძლება. არა უშავს რაც მოხდა, ის არის. რაც მოხდა. კი ბატონო. კარგით. დავამთავრეთ, სულ ეს იყო მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ახლა